ლითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და ჩვენი ერთად ლოცვისათვის. ჩვენ სახარების საკითხავი ამოვიკითხეთ, რომელიც ეხებოდა იგავს დიდრისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ. დიდარსა და გლახაკ ლაზარეს. ესე იგი, ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია, არაერთხელ წაგვიკითხავს, ვინც წმენით ცხოვრობს და ყოველდღიურად სახარებას კითხულობს, მაგრამ რადგან ეკლესია მასე დააწესა, რომ დღეს ეს უნდა ამოკითხულიყო, კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ იგავს. იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელიც ყოველდღიურად იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონით. ეს ძოწეული და ბისონი ძალიან ძვირფასი შესამოსელია. ყველას რო ხელი არ მიუწვდება. სამეფო შესამოსელია, სამღვდელმთავრო შესამოსელია. ყოველდღიურად ძალიან ძვირფასად და გემრიელად ნადიმობდა. ამ დროს მის ჭიშკართან იწვა ერთი გაჭირებული ღარიბი დაწყლულებული კაცი ლაზარე, რომელთანაც მოდიოდნენ ძაღლები და მის წყლულებს ლოკავდნენ. მას ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოვარდნილი ნამცეცებით, რომ გამოყვებილიყო. ესეც ენატრებოდა, როგორც ჩანს, ესეც არ ქონდა, იმიტომ ენატრებოდა. წერია, რომ მოკვდა გლახაკი ლაზარე და ანგელოზებმა აიყვანეს აბრაამის წიაღში. შემდეგ მოკვდა მდიდარიც და დაფლეს, დამარხეს. მასზე სხვა არაფერი არ წერია. გარდა იმისა, რომ გაახილა თვალი და იხილა, რომ სატანჯველშია, იტანჯება და დაინახავს მამამთავარ აბრაამს და მის წიაღში განსვენებით, ანუ ხიარულად, მოსვენებით მყოფ გლახაკ ლაზარეს. დაევედრება მამამთავარ აბრაამს, მამაო აბრაამ, ვიტანჯები და შემიწყალე, გამოგზავნე ლაზარე, რომ თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ცეცხლის ალით. და მამამთავარმა აბრაამმა უთხრა, გაიხსენე შვილო, შენ ყველაფერი მიიღე ცხოვრებაში, ყველა სიკეთე მიიღე, ამიტომაც შენ მან ვიტანჯები. და ლაზარემ კი მხოლოდ ბოროტი მიიღო, სიბოროტე, ცუდად ყოფნა მიიღო. ამიტომ ის ახლა განსვენებულია. ამას გარდაო, ჩვენსა და შენ შორისო დიდი დანახეთქი დამტკიცებულ არსო, დანახეთქი ძველ ქართულად უფსკრული, ანუ დიდი განხეთქილებაა, ესე რომ ვთქვათ, დიდი შეუძლებლობა აქედან მანდეთ გადმოსვლისა და მანდედან აქეთ. ეს იგულისხმება სასუფეველსა და ჯოჯოხეთს შორის გამდგომარეობაც არის და მე ფიქრობს ეს დიდარი და ეუბნება, რომ მაშინო იქნებაო გაგზავნოო ლაზარეო, ჩემს ძმებთან მივიდესო, 5 ძმა მყავს და უთხრას რა დღეში იცვარო, რომ ისინიც არ მოხვდნენ აქ. მამამთავარმა უთხრა, მათ ყავთო მოსე და წინასწარმეტყველები, ანუ აქვთ რჯული მიცემული და წაიკითხონ და იმის მიხედვით თუ ეცდებიან იცხოვრონ, ისინი არ მოხდებიან მანდ. არაო მდიდარი ეპასუხება, არ დაუჯერებენ იმათო, მაგრამ აქედან თუ ვინმე მიო, ირწმუნებენ. და მამამთავარი აბრაამი ეუბნება, შვილო, თუ მოსესი და წინასწარმეტყველთა არ დაიჯერესო, ყდრეთითაც რო ვინმე აღდგესო, მაინც არ დაუჯერებენ. და განა ეგრე არ იყო, ქრისტემ ყდრეთით არ აღდგა და დაუჯერეს. რამდენმა არ დაუჯერა. მცირედნი არიან, ვინც დაუჯერეს. აქ ახლა ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იქ მხოლოდ ისტორიულ რომელიღაცა მდიდარზეა ლაპარაკი, ან ვინმე გლახაკ ლაზარეზე. ეს თითოეული ჩვენთაგანზეა საუბარი. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მდიდრის მდგომარეობაში და ლაზარეს მდგომარეობაშიც. მდიდრის დანაშაული არ არის ის, რომ დაუშვათ მამა პაპამ სიმდიდრე დაუტოვა.
ან როგორ მოიპოვა ეს სიმდიდრე სახარებიდან არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში არ ჩანს რომ რაიმე ცუდი გზებით მოიპოვა. თორემ უფალი არავის თავზე ხელს არ უსვამს. ცუდი გზებით რომ ყოფილიყო მოპოვებული, იმასაც აღნიშნავს. სადაც აღნიშნა რომ მეფე დავითი ორ დიდ ცოდვაში ჩავარდა, მისი რჩეული მეფე დავითი და იმის ცოდვა არ დამალა და იმის ცოდვა ცხადია ყველასთვის. არც ამ დიდ რისას დამალავდა. მაგრამ მთავარი ერთი რა თქმა უნდა როგორ მოიპოვა, თუმცა აქ არ ჩანს რომ ცუდად მოიპოვა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე თუ ცუდად მოიპოვებდა რომ დაიჯებოდა, მაგრამ როგორც არ უნდა მოიპოვოს კაცმა, ის მაინც გამოცდის წინაშე დგება. ეს არის ღვთისგან მიცემული ტალანტი ადამიანისთვის. აი წუხელ ბავშვებთან შეხვედრა გქონდა, ზუსტად ამაზე ვამბობდით, მამა გაბრიელის სიტყვებს კითხულობდით. ნებისმიერი უნარი, ნიჭი, შესაძლებლობა, მატერიალური სახსარი თუ სხვა ადამიანს რაც მიეცა, ეს არის ღვთისგან მიცემული ტალანტი, რომელსაც ადამიანი იყენებს ან საკუთარი თავის საცხოვნებლად, ან დასაღუპად. ანუ ამ ტალანტის დანიშნულება არის რომ ადამიანი ცხონდეს, თუნდაც იმ სიმდიდრის. და მდიდარმა ის კი არ დააშავა რომ მდიდარია, თავად სიმდიდრე არ არის დაღუპული, არამედ მან დააშავა ის რომ ეს სიმდიდრე ჩათვალა თავისად. არადა დავითმა ფსალმუნე ამბობს, უფლის არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა, ყველაფერი ღმერთისა. და ღმერთმა რადგან შენ ამდენ სიმდიდრეზე დაგადგინა და სხვა არაფერზე, ხო უნდა დაფიქრდე რომ რატომ დამადგინეს მე ამ ხელა ნიჭი რატომ მომეცა. ეს სიმდიდრე არ არის მხოლოდ მატერიალური, შეიძლება ეს არამატერიალური იყოს. დაუშვათ შენ რაღაცის უნარი გაქვს, რაღაც შეგიძლია, ვიღაცას არ შეუძლია და არც ეხმარება. როგორც გლახაკი ლაზარე შენთვის ისეა. დაუშვათ რაღაც შემეცნების უნარი გაქვს უფრო მეტად, რაღაც მოხერხებულობა გაქვს, სხვას არ აქვს ეგ. შენ არ გადარდებს, მხოლოდ ამოყობ იმით, რომ შენ გაქვს და მას არ აქვს და თავსაც კი იწონებ იმის გამო, რომ შენ მას ჯობი ხარ. გლახაკი ლაზარეს, ესე იგი ღირსება არამც და არამც არ არის ის, რომ ის ღარიბია. რა განა ყველა ღარიბი ასე ითმენს. ზოგი იპარავს, ზოგი ყაჩაღობს, ზოგი უწმინდურად ცხოვრობს, უღმერთოდ ცხოვრობს, მაგრამ გლახაკი ლაზარეს თავარი ღირსება, როგორც ამ სახარების ამ მონაკვეთიდან ჩანს, არის ყოველი იმის მოთმენა, რაც მასზე ღმერთმა დაუშვა. და ეს შეიძლება ზოგისთვის იყოს სიღარიბე, ზოგისთვის იყოს ესე იგი ავადმყოფობა, ზოგისთვის იყოს საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, სხვადასხვა უსიამოვნო შემთხვევა და თუ ადამიანი გლახაკი ლაზარესავით მოითმენს და არც ღმერთს დაგმობს, არც არავის განიკითხავს, როგორც ლაზარე არ განიკითხავდა მდიდარს, არადა რამდენჯერ შეეძლო რომ განეკითხა. რამდენჯერ შეეძლო რომ საყვედური გამოეთქვა მის მიმართ, რომელიც ყოველდღე მაძღარი იყო და მშიერს ვერ ხედავდა. მაგრამ მას როგორც ჩანს არ დასცდენია ამგვარი არაფერი, არამედ ის ღმერთზე მინდობილი ითმენდა. მაგრამ ეს ყველაფერი გარეგნული მხარეა. გარეგნულად ჩანს რომ ერთი ბედნიერია, მეორე უბედური. თუმცა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენ რომ შეგვძლებოდა რომ მათ გონებაში ჩაგვეხედა, გონებაში და გულში ჩაგვეხედა. აღმოვაჩენდით რომ დიდრის გული ყოველთვის აფორიაქებულია ამ სიმდიდრეზე ზრუნვით და გლახაკი ლაზარეს გული ყოველთვის დამშვიდებულია, რადგან ის უფალს ენდობა. უფალს არის მინდობილი და გარეგნულად თუ ერთი ჩანს ბედნიერი და მეორე უბედური, შინაგანად ეს შეიძლება პირიქით იყოს. იმიტომ რომ ის სიმდიდრე არაბედნიერებს, თავისთავად სიმდიდრე არაბედნიერებს ადამიანს, იმიტომ რომ სიმდიდრეს ეს ძალა არ შესწევს. ერთადერთი რაც ადამიანს აბედნიერებს არის ღვთის მადლი და ადამიანის დამოკიდებულება ღვთის მადლთან და თუ რამდენად აქვს ადამიანს ღვთის წყალობა. თუ ადამიანს ღვთის წყალობა აქვს, იმ წყალობაში ყველაფერი შედის. იმ მადლში ნახეთ როგორ ამბობს, რომ მადლი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლუ ლევანთა აღმავსებელი. ისე რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა
ღვთისაგან მისი მადლი უნდა ვითხოვოთ, მისი წყალობა უნდა ვითხოვოთ და იქ არის ყველაფერი ის, რაც ჩვენს უძლურებას განკურნავს და რაც ჩვენს ნაკრულევანებას აღმოავსებს. ყველაფერი იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. წერია, რომ პირველი მოკვდა გლახაკი ლაზარე, შემდეგ მდიდარი. აქ კითხვა ჩნდება, რომ და რაც არაერთხელ დასმულა, ეს კარგი კაცია და ესეთი კარგები რატო უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან და ვიღაც ბოროტა ცხოვრობს და ეს რატო დარჩა ამ ქვეყანას. ადამიანური გაგებით ზოგი ფიქრობს, რომ პირიქით უნდა იყოს, ჯერ ბოროტი უნდა წავიდეს, მაგრამ ღმერთისთვის ორივე შვილია. გლახაკ ლაზარეს იმისათვის, რომ ამ გაჭირების დროში განგრძობით მოთმინება არ დაეკარგა, ეს შეიწირა ღმერთმა მისი მოთმინება. მის ძალებს აღემატებოდეს შეიძლება ის ამის შემდეგ თუ კიდე ის ცოცხალი დარჩებოდა. შეიძლება ვეღარ მოეთმი. ამიტომ ღმერთმა ხო იცის, სადამდე შეუძლია ადამიანს და ჩვენი ძალების აღმატებულ გასაჭირს ის არ მოგვივლენს. და ღმერთმა შეიწირა მისი მოთმინება და წაიყვანა. და მდიდარი რატომ დატოვა? მდიდარი დატოვა, რომ ნახეთ, აი შენს გვერდით ადამიანი გარდაიცვალა და ამან მაინც ხო უნდა მოგიყვანოს სინანულში. ამან მაინც ხო უნდა დაგაფიქროს, რომ ნახეთ, ჩემი უდარდელობით, ჩემი უზრუნველობით კარგი სიცოცხლეში არ მახსოვდა. გარდაიცვალა, ეხლა მაინც ხო შეიძლება სინანულში ჩავარდნილიყო, რომ მის ჭიშკარ თან რითი გარდაიცვალა? შიმშილით, სიცივით, აი იმითი, რაც მე შემეძლო, რომ მისთვის მიმეცა. სწორედ იმითი გარდაიცვალა, იმის ნაკლებობით. და ამანაც არ მოიყვანა მდიდარი. აი საქმეც ამაშია, რომ ღმერთმა დატოვა ის, მაგრამ ამანაც არ მოიყვანა ის სინანულში. როდესაც მამამთავარი აბრაამი ეუბნება, გაიხსენე, შვილო, შენ ყველაფერი მიიღე შენს ცხოვრებაში სიკეთე. და ლაზარემ კი არაფერი არ მიიღო. ისე რომ ჩვენ ამ წუთის სოფლიდან ეს რას გვასწავლებს? ამ წუთის სოფლიდან რისი აღებაც შეგვიძლია, ყველაფერი კი არ უნდა ავიღოთ. ანა რისი აღებაც შეგვიძლია ის უნდა აიღო, არამედ რაც გჭირდება ის უნდა აიღო. და ამას სულიერ ენაზე ქვია მომჭირნეობა. ქრისტიანი მომჭირნეთ უნდა ცხოვრობდეს. ახლა ჩვენ რო გადარეულები ვართ, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიტყვი. ადამიანმა არც კი იცის ის ფუნქციები, ამა თუ იმ ტელეფონს თუ ტელევიზორს თუ ტექნიკას აქვს, მაგრამ უნდა. არ იცის და არც გამოადგება არაფერში. ისე გარდაიცვლება, ჯვარი წერია ყველას, იმის ფუნქციების რაობას ბოლომდე ვერ გაიგებს, მაგრამ უნდა რომ ის ქონდეს. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ წუთის სოფლიდან ყველაფერს ხარბად ვიღებთ, რისი აღებაც შეგვიძლია. მაგრამ ეს მომჭირნეობა არ არის. მომჭირნეობა ის არის, რამდენიც გჭირდება რო აიღებ. და ამის გამო ადამიანი არ დაიჭირება, იმიტომ რომ რასაც იმაზე მეტს იღებ ადამიანი, ვიდრე გჭირდება, შენ ამითი სულიერ ვალებს იდებ. და ეს ღვთის წინაშე რო წარდგები, მოგეკითხებ. რატო? იმიტომ რომ რაც შენ არ გჭირდებოდა და ზედმეტი აიღე. ეგ იცი ვისი აიღე? აი გლახაკი ლაზარე რო იწვა, იმისი აიღე. იმიტომ რომ შენ ღმერთმა იმდენი მოგცა, შენ რომ გჭირდებოდა. და იმის ზედმეტი, იმიტომ მოგცა, რომ სხვისკენაც გაგეხება. ეგ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმას გავს, სახარებისეული მდიდარი რომ არის, ბევრი მოსავალი რომ მოვიდა და ფიქრობდა, მოდი დავარღვევ ძველ ბეღლებს, ახლებს ავაშენებ, შევიკრებ ჩემს მოსავალს და ვეტყვი ჩემს სულს. სულო, გაქვს მრავალი სანოვაგე, მრავალი წლისთვის, ჭამეს, ვიდა ბედნიერი იყავი. უფალმა კი უთხრა, უგუნურო, ეგ რაც მოაგროვე, ვის დარჩება, შენი სული ამაღამ უნდა წაიყვანო. და ვის დარჩება? რატო აგროვებდა? განა დანაშაულია, რომ ადამიანმა თავის ბეღელზე იზრუნოს, მაგრამ ბეღლის იქით რო ვერ იხედება, ეგ არის დანაშაული. ამდიდრის შეცდომაც ეგ არის და ეს არა მარტო ამდიდრის შეცდომა, ეს თითოეული ჩვენთაგანი შეცდომა. როდესაც მინდა იოანე ნათლისმცემელი იორდანეში ნათლავს ადამიანებს, იქ მიდის უბრალო ხალხი და ეკითხება, რა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ.
და რას ეუბნება. ვისაც ორი შესამოსელი აქვს, მისცეს იმას, ვისაც არა აქვს. ვისაც საკვები აქვს, ისიც ეგრე მოიქცეს. ეს არის ღვთისმცნება, წმინდა იოანე ნათლისმცემლის პირით თქმული. როგორ ამბობ ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელი იტყო და წინასწარმეტყველთა მიერ, სულიწმინდაზეა ნათქვამი, რომელი იტყო და წინასწარმეტყველთა მიერ, და სწორედ სულიწმინდა მეტყველებს წინასწარმეტყველთა პირით და მათ შორის იოანე ნათლისმცემლის პირით, რომელიც ამბობს, რომ ვისაც აქვს ორი შესამოსელი, ერთი სხვას მისცეს. ახლა წარმოიდგინეთ, აი ვიღაც იცი, რომ ამ ზამთარს ვერ გათბებ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი საუბრობთ, ავიღოთ მაგალითისთვის ვიტყვი ახლა რაც კიდე ერთი რაც გავს ამ დიდრის შემთხვევას. აი მანქანის ნომერი აწერია რაღაც უშველებელი ფასი როღის. და რა? განა მანქანა რამე შეემატება ამითი? ეს ჩვენი მატრაკვეცობაა. და იმითი რამდენი ადამიანი შეიძლება დაპყრებული. და ეგეთი რამდენი? ეს უბრალოდ ისე გამახსენდა. და რაც ტელეფონებზე ვთქვით, რაც შეიძლება ადამიანმა თავის ჩასაცმელზე თქვას. აი როგორ ამბობს წმინდა ამბა დოროთე, რომ ადამიანმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის მიმართ, ადამიანების მიმართ და ნივთების მიმართაც კიო. ნივთების მიმართ რა იგულისხმება? თუ გაქვს რაიმე ესეთი ნივთი თუ შესამოსელი, რომელიც ჯერ კიდე კარგ მდგომარეობაშია და ძლებს და მუშაობს თუ ტანზე გაცვია და გათბობს, ის არ უნდა გადააგდო მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა გინდა, სხვა მოგეწონა. გუშინდელი და გუშინწინდელი პური რო გაქვს მარტო იმიტომ, რომ დღეს ფუმფულა პური ჭამო, ის არ უნდა გადააგდო. იმიტომ, რომ შენ რომ იმას აგდებ და სხვას კიდულობ, ის უკვე შენი აღარ არის, ის აი გლახაკი ლაზარესია, რომელიც ჩვენ არ გახსოვს. და ახლა რა უნდა გაჭირებული ადამიანის მოძებნას, მაგაზე ადვილი რა გაიხედავ, გამოიხედავ და დაინახავ, რომ ვიღაცას სცივა სახში და გამათბობებს ვერ უწევს ცოტა ზემოთ, რომ მერე ვერ გადაიხდის. ან რაღაცა ესეთი. ვინც ეძებს პოულობს და ვინც ეძებს გლახაკ ლაზარეს, გლახაკ ლაზარესაც იპოვის და სულის გადაცემასაც იპოვის. აი მაგალითად ჩვენს უბანში ახლა არის ერთი კაცი, რომელიც ჩავარდნილია და შეიძლება ითქვას, არავინ მიმხედავი არ ყავდა. მე არ ვიცი ახლა იმან თავის ცხოვრებით დაიმსახურა თუ როგორ, ეგ მისი საქმეა, მაგრამ აღმოჩნდა ჩვენს უბანში ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც მოსვენება დაკარგა და სანამ ბოლომდე არ მიიყვანა საქმე, რომ იმ კაცს მომლელიც ყოლოდა და ლუკმაპურიც ქონოდა და ცოტა სითბოც ქონოდა, მანამდე ამ ქალბატონმა მოსვენება დაკარგა. აი ეს მოუსვენრობა არის ის, რაც იმ დიდარს აკლდა. თორე როგორ უნდა ყოფილიყო მოსვენებული, როცა მის წინ გლახაკი ლაზარე იწვა. აი ეს მოუსვენრობა თუ დაემართა ადამიანს, ეს საღვთო მოუსვენრობა, ეს მაცხოვნებელი მოუსვენრობა, ეს უნდა დაემართოს. როდესაც ამბობს მამამთავარ აბრაამსო ეუბნება, რომ გამოგზავნეო ლაზარე, რომ თითი დააწოსო წყალში და ენა გამიგრილოსო, მთელი ცხოვრება ვერ ხედავდა ლაზარას. ეხლა კი პირველი ლაზარე დაინახა, როცა გაუჭირდა. და შეიძლება ჩვენც გარიწერია ყველას, მაგრამ ის წინაშე წარვდგართ, გაგვახსენდეს ის ადამიანები, ვისი დახმარებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ზურგი ვაქციოთ. სოლომონძელი ამბობს, გლახაკის კნესის წამყრუებელი თავადაც იყვირებს, მაგრამ შეწყალებული არ იქნება. და ჩვენ რო ესე შეგვიძლია, რომ გულგრილად ვიღაცას ჩაუვაროთ, მისი კნესა როგორღაც ჩვენ ყურს მოვარიდოთ, მერე ჩვენც მოგვიწევს ყვირილი ის წინაშე და თხოვნა, მაგრამ შეიძლება აღარ ვიყოთ იქ შეწყალებული. ამიტომ ეს აქვე უნდა გაითვალისწინოს ადამიანი. იმიტომ რომ იქ სინანული გვიანია. ამიტომაც ეუბნება მამამთავარი აბრაამი, ჩვენსა და შენ შორის დიდი უბსკრულია. იმიტომ რომ მარადიულია ჯოჯოხეთიც და მარადიულია სასუფეველიც. არც მათ მწუხარებას აღარაფერი შეცვლის, იგულისხმება მეორედ მოსვლის შემდგომ.
თორემ ადამიანი რო გარდაიცვლება, ჯერ თავის პირად სამჟავროს წინაშე წარდგება, მე-40 დღეს გარდაცვალებით. მაგრამ აი საყოველთაო აღსასრული განკითხვის დღე, როდესაც დადგება, იმის შემდეგ არაფერი აღარ შეიცვლება. და არც სასუფეველში შეიცვლება და იქნება ის სიხარული, რაც დღეს პავლე მოციქულის სიტყვებითაც დასტურდებოდა, აი დღეს ამოიკითხა მე დავითმე, რომ ადამიანს ელოდება იქ ისეთი რამ, რაც ადამიანის თვალს არ უხილავს, რაც ადამიანის ყურს არ სმენია, რაც ადამიანის გულს არ განუცდია. აი ყველაზე დიდი სიხარულიც რო გეწიო სამწუთის სოფელში, ეგ კიდე ის არ არის, რაც იქ გელოდება, თან არა ერთი და ორი დღე, რომელსაც მესამე დღეს განსაცდელი წლის, არამედ მარადიულად. ეს ელოდება ადამიანს. ამიტომაც ამბობდა წმინდა სერაფიმ სარაველი სხვა წმინდა მამებთან ერთად, რომ 1000 წელიც რომ ესე იგი რო იცოდე რა სიხარული გელოდება სასუფეველში, 1000 წელიც მზად იქნებოდი გველებით სავსე ორმოში გაგეტარებინა, ოღონდაც ის არ დაგეკარგა, ის მოგეპოვებინა. აი მერთმა ჩვენს მოგვანიჭოს, ესე იგი თანაგრძნობა ადამიანების მიმართ, თანაგრძნობა, რომ ესე იგი გაიზიარო მისი ტკივილი, მისი შიმშილი, მისი სიცივე გაიზიარო და მოექცე ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე სხვა ადამიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენს ტაძარს და ჩვენს სამრევლოს ეწვივნენ სხვადასხვა მხრიდან გამოსული პატარა ბარტყები მშობლებთან ერთად. ეს მათი მშობლების დიდი დამსახურებაა მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ნამდვილად ადრიანი, როდესაც ტირვაზე მოდიან და თავის საქმეებს მიატოვებენ იმისათვის, რომ თავის შვილს სულიერი სარგებელი მოუტანონ, ეს ნიშნავს იმას, რომ მშობელი თავის სიყვარულს გამოხატავს შვილისადმი, რომ უნდა რომ ის სწორ გზაზე იდგეს. ამ ბავშვებს, რა თქმა უნდა, მოძღვარი წავთ ყველას თავის ადგილზე, რწმენით ცხოვრობენ, მაგრამ აი ამ ერთობისთვის, ამ შეკრებისათვის მოიცალა ბავშვმაც და მოიცალა მშობელმაც. ბავშვმა სიხარულით მოიცალა, იმიტომ რომ თავგადასავლებიდან მოგზაურობები, რომელ ბავშვს არ უყვარს, მაგრამ მშობელმა შეიძლება გაიჭირო და ისე მოიცალა. რაღაც გადადო, რაღაცა სხვა დროს უფრო დაიმძიმა შრომა, რომ ეხლა გამოეთავისუფლებინა, ან სხვა ამგვარი რამ შეიძლება მოხდარიყო. ამიტომ მე მადლობ მათ მშობლებს და მერთმა შეიწიროს თქვენი მონდომება. შეიძლება აქ ახლო-მახლოს იყოს ადამიანი, რომელსაც ეზარებოდა შვილის მოყვანა ტაძარში. შეიძლება აი ქვეყნის ბოლოდან თუ თავიდან მშობელმა არ დაიზაროს, რომ ჩამოიყვანოს. ხო არის განსხვავება, ნამდვილად არის განსხვავება. და ესეც დასაფიქრებელია. ჩვენ რო ღვთის წინაშე წარდგებით, რა უნდა უთხრათ, რომ 100 ნაბიჯს ვერ დგამდით და ვერ ვახერხებდითო, სხვამ რო 100 და 200 კილომეტრი გაიარა, ხო ვერაფერს ვერ ვეთქვით. ამიტომ აქაც უნდა დაფიქრდეს ადამიანი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერთობა. მე ძალიან მიხარია ამ ბავშვების ესე პირადად ნახვაც. ეხლა კიდე რომ წირვას მივიყვანთ ბოლომდე და რო გამოვალთ, მე კიდე უფრო კარგად ჩაგეხუტებთ. ჩვენთან არის ღმერთი.